მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია იუნგიანელი ანალიტიკოსი ილია უნის პროფესორი, ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის საპატიო წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი, ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი ბატონი რეზო კორინთელი. მოგესალმებით რეზო და მადლობას მოგახსენებთ მომწონებისთვის. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გითხრათ იმის გამო, რომ მობრძანდით. ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან ძვირფასი ადამიანი ხართ, ძალიან ძვირფასი სტუმარი ჩვენი ტელევიზიისთვის და დიდი პატივია თქვენი მოსმენა და თქვენი ყურება, თქვენთან ურთიერთობა. რაც შეეხება ჩვენი საუბრის თემას, დღეს ბევრ რამეზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამის როლი, მამა როგორც მამის არქეტიპი, მოდი ესე ვთქვათ, მამა როგორც უსაფრთხოების, დაცულობის გარანტორი ადამიანისთვის. მამა, რომელიც შეიძლება იყოს ღმერთის სახე ოჯახში, აი როგორც დასრულ ადამიანს აქვს ღმერთის იმედი, სასოება, ისე აქვს ბავშვებს მამის მიმართ. რა თქმა უნდა, ხა დედაზე ვისაუბრებ და დედის როლი რო უნიკალურია. ორი აზრი არ არის, მაგრამ ძალიან ცოტას ვსაუბრობთ მამაზე. და თითქოს ეს ფაქტიც, რომ მამები ჩვენს კულტურაში და ალბათ არა მარტო, თითქოს ნაკლებად იღებენ როლს, იმიტომ რომ ცოტა გვიან შემოდიან ბავშვის ახსნის პროცესში. პირველადი ბმა აქვს დედას და მამას მაინც მეორადი ბმა აქვს. და გვიან შემოდიან, ზოგჯერ არ იციან როგორ შემოვიდნენ, იმიტომ რომ რის საშუალებას აძლევს დედა მამას ერთის მხრივ, მეორეს მხრივ თვითონ როგორ გაიზარდა, რა მოდელშია გაზრდილი და რას იმეორებს ადამიანი. ეს ძალიან საინტერესო და რთული თემა და მოდით ასე ვთქვათ, ვისაუბროთ მამის როლზე ადამიანის ჩამოყალიბებაში. ანუ მამა ფაქტობრივად თქვენ თქვით, რომ გვიან შემოდის, მაგრამ როგორც ბიოლოგიური, როგორც ფიზიკური არსება, რომელსაც თავისი ასე ვთქვათ, სოფხედელობა აქვს, თავისი დამოკიდებულება შვილისადმი. მაგრამ დედა თავისი მამის მატარებელია. როცა დედა ურთიერთობს შვილთან, იქ მისი მამაც არის. იმიტომ რომ ქალი მარტო დედის ფუნქცია აქვს, მაგრამ მარტო ეს ხო არ აქვს დედის ფუნქცია. მასში არის აგრეთვე ასე ვთქვათ, როგორც იუნგი ყოფდა ლოგოსად და ეროსად, რომ მას თავისი ლოგოსი აქვს, რომელიც მამისგან მიიღო, ასე ვთქვათ. მაგრამ აქ უფრო უნდა დავაზუსტოთ, რომ მამობრივი და დედობრივია. მამა და დედა კი არ არის. აი როგორ ინი და იანია. ყველა ადამიანში ინი და იანია. იანს თავისი ფუნქცია, ინს თავისი ფუნქცია. თუ ეროსი არის გამაერთიანებელი, კავშირების დამყარებელი. ლოგოსი არის პირიქით, რომელიც ანაწევრებს. ნათელს ხდის. აი რომ დავაკვირდეთ ჩვენ რომ სიბნელეში რომ ვართ, დიფუზური მთლიანია ეს. როგორც კი აინთება სინათლე, ყველაფერი დანაწილებულია. ფრაგმენტაცია ხდება. ოღონდ ეს ფრაგმენტაცია არის ურთიერთდაკავშირებული. აი ესე ქალიც ატარებს თავისი მამის ასე ვთქვათ, ხატს. ეს ჩვენ ვილაპარაკებთ ახლა მამის ხატზე, მამობრივზე, იანზე, როგორც ჩინელები ამბობენ, ხო? აქ არაერთად ესე იგი დავკნინება არ არის ქალის. რა თქმა უნდა. ეს სხვა არის. უბრალოდ ჩვენ როგორც უნივერსალურ ფუნქციაზე ვილაპარაკობთ, წესრიგს, კანონს, სტრუქტურას. ერთი, რაც ჩვენ გვაკლია პრინციპში. მერე საზღვრებს, ყველაფერსა თავისი საზღვრები აქვს. ამ ჭიქას, ასე ადამიანს, მეორე ადამიანთან ურთიერთობის დროს ჩვენ უნდა დავიცვათ საზღვრები. ზოგს ეს საზღვრები ძალიან ჩაკეტილი აქვს, ზოგს ძალიან ღია აქვს. ესე იგი, უნდა იყოს გარკვეული ბალანსი ამ საზღვრების. გონიერებას აზრ, ეს ლოგოსი რა არის, ეს არის საზრისი, რა მნიშვნელობა აქვს, რა დატვირთვა აქვს ამა თუ იმ მოვლენას. და დედას ფაქტობრივად თავისი ენით, დედა ენით ბავშვს ასე ვთქვათ, ამდიდრებს, საზრისს აძლევს, ყველა ნივთზე უბნება რაღაცას. ახლა ლაკანი ამბობდა, რომ დედა რომელიც მარტო გზეს აძლევს,
საწავლას აძლევს. რატო? იმას სიტყვა უნდა მოყვეს. უნდა უთხრეს, მაიცა დამელოდე, ღელა, აბა შენ როგორ საუბარში. იგი შეყავს კულტურის სფეროში. აძლევს ყველაფერს ნიშნა და ბავშვს ესმის ეს. და მეორე რომელიც აჭმევს და მეორე ხელით დაუშვათ ტელეფონი უჯეროს. კახლეჩილი აქვს. შემდეგ რა არის მთავარი, რომ ვისწავლოთ სხვადასხვა საგნები, თუ ცხოვრების სიბრძნეს დავეუფლოთ. სიბრძნეა მთავარი, ამიტომ მამის ასე ვთქვათ, ბრძენი მოხუცის არქეტიპი, ესე იგი მამაკაცი, რომელიც ასე თავისი განვლილი ცხოვრების შედეგად ბრძენ ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად დააგროვა ეს სიბრძნე, თუნდაც გადასცეს ეს ვიღაცას. ეს სიბრძნე არის სწავლება. სხვანაირად რო ვთქვათ, ეს შეიძლება ძალიან სწორი არ იყოს ეს ტერმინი. ვთქვათ, რომ ეგზისტენციალური ინტელექტი. განაის ინტელექტი, რომელიც თვლის სიბრძნე. ანუ რა არის ცხოვრება? რა არის ცხოვრებაში მთავარი, რა არის მეორე ხარისხოვანი, ხო? დღეს ახლა ხშირად ამბობენ წარმატებები. წარმატებული. რას ნიშნავს წარმატებული? წარმატება და თვითრეალიზაცია სხვადასხვა რამეა. თვითრეალიზაცია არის ის, როცა შენ რაც გაქვს ჩადებული და უმრავლესობა ესეთი სიღრმის ფსიქოლოგიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველა ადამიანში გენეტიკურად დევს მისი იდეალური ფორმა. מאוד უნიკალურია ეს. მე და თქვენ სხვადასხვა იდეალური ფორმა გვაქვს. როგორც თითის ანაბეჭდი უნიკალურია, თუ თითის ანაბეჭდია უნიკალური, წარმოიდგინეთ, ესე იგი თქვენი შინაგანი ეს ყალიბი არის უნიკალური. ეს იდეალი. და ამიტომ აი ამ უნიკალურ, აი როგორც ისეთ უხეშად რო ვთქვათ, რომ მუხის რკოდან მუხა იქნება და არა ლომი. ესე იგი აი ამ მუხის რკოში ჩადებულია მთელი მუხის მოყვანილობა, მისი ფორმა, წინასწარ. და ის რეალიზდება. ასე ადამიანიც არის. და ამას ინდოელები ეძახიან ხარმას. რომ იდეალური სახე აქვს ყველას. აი ეს არის თვითრეალიზაცია, რომ შენი იდეალური ასე ვთქვათ შინაგანი იდეალური ფორმა განახორციელო. ეს ინდივიდუალური, უნიკალური, სრულყოფილი სახე ყველა ადამიანს აქვს და მისი წარმომადგენელია ზოგი ფსიქოსინთეზის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ეს არის ტრანსპერსონალური მე, იუნგი ეძახდა მას თვითობას, იასპერსი უდიდესი ფსიქიატრი, რომელიც ფსიქიატრიის ფსიქოპათოლოგიაზე სწავლობს მთელი მსოფლიო დღესაც. მან დაწერა ეს ზოგადი ფსიქოპათოლოგია, რომელიც აღწერა ბოდვარა არის, ჰალუცინაცია რა არის და ესაც ისიც ამბობდა, რომ ადამიანს ემპირიული მე აქვს და აქვს აუთენტიკური ნამდვილი მე. ესე იგი სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები აღიარებენ ამას, რომ ადამიანში ორი ცენტრია. ერთი პატარა ცენტრი, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ ყოველდღიური ცხოვრება მოვაწესრიგოთ, ნებისყოფის აქტი განვახორციელოთ, გავაცნობიეროთ, მაგრამ არის აგრეთვე დიდი მეც, თვითობაც, ზელფს, რაც ქვია. აი ეს არის რაღაც ღვთაებრივი ნაპერწკალი ჩვენში. და აი გერმანულ ფილოსოფიაში ეს შინაგანი ქრისტე. ასე ეძახიან. სოციალიზმის აი იგივე როჯერსთან რო არის ზემე და აქტუალიზაციის ტენდენცია, ანუ საკუთარი თავის. აი ხარ ახალ ახსენეთ როჯერსი. როჯერსი აქვს, რომ წარმატება არ მოულოცო. იგი არ უნდა შეაქო, რომ მიაღწია რაღაცას. არა, შეუნდა შეაქო გაწეული შრომის. შრომა, რა თქმა უნდა. ოჩახ რომ მე ვერ გაიმარჯვე. ახ ესეთი ტენდენციაა ეს ამერიკულიც ეს ცოტა რომ win, ესე იგი გამარჯვება, წარმატება და ოსკარი გადაეცემა, Oscar goes to ტაში. ეს გარეგნული შოუ. და ამაზე რო იზრდები შენ გინდა აუცილებლად წარმატება. რა წარმატებას უნდა თანამდებობა? მანქანა, თანამდებობა, ფული, აგარაკი და
ქორწინება იტალიაში და სელფონების გადაღება, ეს არის წარმატება. და გონიათ რომ ევროკავშირში რო შევალთ, ესე იქნება ყველა. აი ეს არის, ესე იგი შემდეგი არის რომ მამა მაგალითად აძლევს მაგალითს, როგორ უნდა ავზარდოთ ბავშვი, ეს ბევრი თეორიებია, მაგრამ ყველაზე ადვილი და ყველაზე გასაგებია რომ ბევრს ინსტრუქციებს მიიღებთ. როგორც იქცევით, ბავშვი მოგბაძავს. როცა გიყურებს რას აკეთებ, ეს ყველაზე კაი ცოცხალი მაგალითია რომ გაიმეოროს. და ამის აი ან პირიქით საპირისპირო ანტისცენარში შეიძლება რამ მოხდეს, რომ აი გაორებულია, რომ მამა რომელიც თრგუნავს, არ გისმენს, ჩაგრავს, ანუ ოიდიპოსი შემოდის აქ. ოიდიპოსი კი არ კლავს მამას, მამა იწყებს შვილის მოკლას. მამა იტყვის, რომ რახან მე ორაკულების ის გავიგე, რომ ჩემი შვილი მომკლავს და ჩემ ცოლზე დაქორწინდება, გაჩენის დღიდან აიყვანს და დააბავს ხეზე მთაზე, შვილ ბავშვს, რომ მოკვდეს. ეს პასუხია მამის. იმიტომ რომ ლაიოსმა მამამ, ხო, რომ ქალაქის სახელმწიფო დაამარცხა და იქ მოკლა ეს მეფე და ბლაჟიშვილი გაუპატიურა. და ამაზე უთხრეს, რომ შენ დაისჯები. რომ შენ ეს მოგივა, ესეთი ტრაგედია. როგორც კი დაიბადა ეს ბავშვი, ესე აიყვანა, დააბარო, ესე მოსაკლავად სასიკვდილოდ გაიმეტა. ამაზეა პასუხი. რომ მამა, რომელიც ბლოკავს, ამცირებს თავის შვილს, რომელიც როცა შვილი მისი კონკურენტი ხდება, ბავშვი ამაზე რეაგირებს. აქ დედა ეცავს ეგრევე, გადადის ბიჭის მხარეზე და ორივე ებრძვიან ამ მამას, ის მწარდება. მერე საყვარელს იჩენს და ასე შემდეგ. და მეორე მამა, რომელიც ტელემაქო ეძებს ოდისეაში, ხო? თავის მამას წასულია ის. დედამისი ქსოვს. ჭკვიანი ქალი არ ამბობს, რომ შენი ქმარი წასულია უბნევიან. გამოყვევი ცოლად, ყველაფერი გექნება. არა, კი ბატონო, გამოყვევია. კი არა უნება უარს. აი ამას დავამთავრებ და ამ ხრივ ჭკვიანი ქალია. და მე რომ დავამთავრებ, კი ბატონო. არ განარისხა ისინი და იმის შეურაცხყოფას კი არ მიაყენა მათ ნარცისიზმს, რომ არ მომყვები მოგიტაცებ მაშინ. არა, კი. გადავადება. ქსოვს და ღამე ქსოვს, ესე ერთგულება გარკვეული, ანუ ქსოვა ხო აზროვნების გარკვეული სიმბოლოა აზროვნების. ამიტომ ის პოულობს მამას. და მამა და შვილი ერთად იბრძვიან. საინტერესოა, რომ კვლევა ესეთი აღარ მოსვლის ვიცი, რომ შვილი რო იბადება ბიჭი მაშინ აღწევს პიქს ღალატის ასე ვთქვათ ღალატი მამაკაცის მხრიდან ყურადღება აკლდება. ოღონდ ის კი არ უხარია რომ ბიჭი დაიბადა. ესე ცოლის ყურადღება იმაზე წავიდა, მე მომაკვდა. და უკვე ფრუსტრირებულია დადის ესე და სხვა ქალი რომელიც ეძებს ესეთ მამაკაცს, ჩავლებს. ხო, ეს კიდე ერთი ხო. სხვათაშორის ეთქვია რომ საუბრობდით, მე გამახსენდა ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს ეგეთ რამეს, რომ ყველა გარდაცვლილი ადამიანიო აღდგებაო 33 წლის ასაკში სრულყოფილ მდგომარეობაშიო და ის ადარებს აი არქიტექტონიკა ადამიანის, რაც არის ჩაფიქრებული, რაც თქვენ ბრძანეთ თავიდან. ნებისმიერი კატაკლიზმის მერე, მიწისძვრის მერე ან სახლი თუ არ აშენდა, აღდგენა როცა მოუნდება ვინმეს, ხო იმ ნახაზით აღადგენს და აბსოლუტურად პირველქმნილი ნახაზით, რომელიც არის აბსოლუტურად უნიკალური და ეს უნიკალურობა არის ჩვენში და აი მამაშვილობაზე რომ გავაგრძელოთ კიდევ, აი რა არის ეს მამობა,
აი მაგალითად აბრაამი, რომელსაც მიყავს ისააკი, ღვთის ნების შესასრულებლად, ერთის მხრივ ხო თანამედროვე ადამიანისთვის ეს წარმოუდგენელი რამ არის. რა არის სწორი ამ შემთხვევაში, აი მამაშვილობაში, იგივე ჩვენ ძალიან ხშირად ჩვენ წინასწარ საუბარში ვისაუბრეთ, რომ ჩვენ ვყიდულობთ ჩვენ შვილების კეთილგანწყობას, შვილიშვილების ფული, საჩუქარი, კამფეტები სამწუხაროდ, ამით ვაკეთებთ კომპენსაციას და აი მაგალითზეც ისაუბრეთ, ნამდვილად ეს მაგალითი არის ის, რაც პირდაპირ კოპირება ხდება და ამას სწავლობს ადამიანი. ეს არის ის, რაც იცის. მეტი არც არაფერი არ იცის ადამიანმა თავიდან, იცის ის, რასაც ხედავს. და აი რა არის სწორი და როგორია იდეალური მამა, რომ თქვათ ესეთი რამე რომ არ ეს ტერმინი რომ არ გამოვიყენოთ, ფუნქციური მამა. დიახ, ფუნქციური მამა, კი ბატონო. ვინ არის ეს, როგორია? ფუნქციური მამა ეხმარება შვილს თავისი მაგალითით ამ თვითრეალიზაციაში. მაგალითად რა უნდა გააკეთოს. კარგი მამას კარგი სმენა აქვს იმ ხრივ რომ მოუწოდებს შვილს მისი გაგრძელება კი არ იყოს, არამედ აი რაც არის მოწოდება არის შინაგანი ხმა, რომელიც გეუბნება რისთვის ახარ მოწოდება რაში გაქვს, რაჯიში ნიჭი გაქვს. ეს რო განავითარო. თუ მამა დაფასებულია ბიჭისთვის, მაშინ ის ამას გაიმეორებს, მაგრამ არის ხოლმე ხშირად შემთხვევა ისეთი, როცა უნივერსიტეტის პროფესორია, სახში არავითარი ასე ვთქვათ ავტორიტეტი არა, ნუ რა წიგნებს წერს, მაგრამ მე რა, ცოლს სხვა მოთხოვნილებები აქვს. ცოლის თვალშია გაუფასურებელი, ცოლია უკმაყოფილო, იმიტომ რომ შეიძლება სიმდიდრე უნდა, შეიძლება კაი ცხოვრება უნდა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ქორწინების დროს სოფლელობის თანხმდელობას. სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანი ბედნიერ ქორწინს ვერ შექმნის. თუ ბედნიერ ქორწინებას სხვადასხვა ხედვა დაპირისპირება იქნება. იშვიათ ესეთი ტეოდორ ლიცი იყო ფსიქიატრი, აქ ჩამოსული სხვა შორის და შიზოფრენულ გენულ ოჯახზე ლაპარაკობდა 50-იან წლებში. ეგ მაგალითი მოყავს იქ. არაფუნქციური ოჯახის, სადაც კათოლიკე ცოლი და პროტესტანტი მამა. სხვადასხვანაირად ზრდიდნენ შვილს. ერთი ეთხოვდა პროტესტანტული წესით, მეორე ეთხოვდა კათოლიკური. და ამ ბავშვი გაიხლიჩა. ხლიჩვა ხდება. შიზოფრენია რა არის? გახლიჩა. სპლით. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თანხმედრა უნდა იყოს. სოფლმხედველობრივი. ამიტომ თუ ადამიანს ფული უნდა, მაშინ სხვა არის, მაშინ ჯობია რომ იმასთან იყოს. ადამიანი, რომელსაც სულიერებისკენ მიისწრაფის, შეხვდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც ასე ვთქვათ, სხვა ფასეულობები აქვს, იქნება კონფლიქტი. წარმატება უდრის ფულს ხშირ შემთხვევაში. რა არის წარმატება? და მართლაც რა არის ეს წარმატება და მართლაც ვისთვის რა არის, ხო ჩვენ არ ვიცით ეს ალბათ თითოეულმა მათგანმა თავის თავში უნდა გააცნობიეროს დღეს ახალგაზრდებს და ვთქვათ მოზარდებს რო ეკითხები რა უნდათ? უნდათ წარმატება. რა არის ეს არავინ არ იცის. წარმატება ხო. წარმატება ხო, რა არიცის რა გინდა? არც იცის რა უნდა ზოგჯერ. მაგრამ უნდა რაღაც გარეგნულად, რომ სელფონი კონდეს, იმოგზაუროს, სურათები გადაიღოს, აქ ჩამოიტანოს, Facebook-ზე დადოს, Facebook-ზე იკამათოს. აი ეს. ამით ერთობა. და სოციალურ ქსელში ბედნიერების რაღაცა შექმნას. იმიჯი შექმნას ხელოვნურად და სინამდვილეში ტყუილია ეს. სინამდვილეში შეიძლება ძალიან უჭირდეს ადამიანს. ხო, უჭირდეს და რაღაცა. აი ეს ფული, ესე იგი, ადამიანს ბედნიერება უნდა, ხო, მაგრამ აი ეს, როდესაც შენ
ვხვდებ პროექციას, ბედნიერების პროექცირებას ახდენ ქონებაში ან ფულში. ესეთი ლექცია იყო იუნგის ინსტიტუტში. Don't mix up money with honey. არაურივ ერთმანეთში ფული და თაფლი. სხვადასხვანაირია. ასე შეგონია რომ ზამბედ იმას მოგიტანს. მეორეს ერთი აქ მნიშვნელოვანია ეს ფული რა არის? შრომის განსახიერებაა, ხო? შრომის მატერიალიზაცია. რაც იშრომე შენ ეს მიიღე. მაგრამ არის ისლამშიც არის ჰალალი ფული და ჰარამი ფული. არ უნდა გაეკარო, იმას ცუდი ენერგია მოაქვს. ხო და ძალიან ძიმე გადასახადი მოყვება ეგეთ ფულს. ხო, ნუ როგორც წესი ცუდი ენერგია მოყვება ამას, რომელიც ცუდი რაღაც შემოგაქვს ესეთი ფულით სახში. და აქ ჩვენ მივედით იქამდე, რომ რამდენად მნიშვნელოვანია შრომა როგორც ადამიანის ერთ-ერთი დანიშნულება, ერთ-ერთი ფუნქცია, იმიტომ რომ ადრე ხო ამაზე ეს სახუმარო თემა იყო, რომ თქვა შრომა შექმნის ადამიანს და იყო ეგეთი გამოთქმა უქმად ჯდომას, უქმად შრომა ჯობია, რაც შეიძლება არაერთაზროვანია, რატო ჯობია უქმად შრომა, ან უაზროდ შრომა, უაზროდ, არ ვიცი, მაგრამ შრომის მნიშვნელობა, რომ ადამიანმა უნდა რაღაც მოიპოვოს თავისი შრომით და ოფლით და ეს იგავი რო არის ფულს რომ მამა აგდებს ბუხარში დედის მიცემულ ფულს შვილი რომ მიუტანს რომ ვითომ იშრომა და ეს სწორედ იმ ფულს შეყვება ცეცხლში რომელიც თვითონ გამოიმუშავა იმიტომ როგორც ებრაელები ამბობენ არასდროს იყიდეს სახლი ვინც ააშენა იმისგანო იმიტომ რომ მას ყოველთვის ენანება თავისი შრომა და ძვირად დააფასებს და თითქოს ეს ხვიშის შრომა არც ენანება შვილს და მით უმეტეს შვილიშვილს და თან შესაბამისად მე ესე ქარის მოტანილს ისევ ქარივე წაიღებსონა თქვამია და ეს არა მარტო წაიღებს აქ ჩემი აზრით ძალიან ძიმე გადასახადი მოსდის ადამიანს ყველაფერი იმაში რაც არ ეკუთვნოდა და მიითვისა ან წაგლიჯა ან მიეცა მასში ჯანმრთელობის თუ ურთიერთობების თუ რაღაც ბევრი შვილებით თუ თავით იხდის შემდგომში და აი ხა სიღრმის ფსიქოლოგია როგორ უყურებს ამას ფული არის დოლარი ხო ხა რომ დოლარზე ლაპარაკი ქაღალდია რომლის უკან წესით უნდა იყოს ოქრო წინათ ოქროს არიგებდა ხო ფულის ერთეული იყო ოქროს მონეტა ოქრო რას ნიშნავს ოქრო? ოქრო ესეთი ითვლებოდა რომ ყველაზე კეთილშობილი მეტალია. და ესეთი ეს იგულისხმება ოქროს მიღება. აი ალქიმიური ეს იყო იუნგთან ალქიმიის დაინტერესდა შვეიცარიელი შუა საუკუნეების ალქიმიკოსები და ისინი რას აკეთებდნენ? ისინი ცდილობდნენ რომ რაღაც კანონებით სულიერი ოქრო მოეპოვებინათ. სულიერ ოქროზე ლაპარაკი. და მან ნახა რომ ჩინურ წიგნებშიც, ინდურ წიგნებში, ევროპულ წიგნებშიც წერია ეს. როგორ უნდა მოიპოვო უკვდავი ნაწილი შენში. როგორც ოქრო რომელიც უხრწნადია. მაგრამ მე მოხდა პროექცირება ფიზიკურ ოქროში, იმიტომ რომ ისინი მაგათ დევნიდნენ და ისინი ამბობდნენ რომ ჩვენ არა უბრალოდ ფიზიკურ ოქროს ვეძებთ. და ოქროს საწმისი რაზეა? მართლა ოქრო უნდათ ფიზიკური ბერძნებს? საიდუმლო ცოდნა იყო. ეს ცოდნადი. კოლხეთში იყო ეს ცენტრები, რომელიც მოიპარეს, მოიტაცეს, ხო? ესე იყო მართლა ეს არ არის ფანტაზიის ნაყოფი. რა თქმა უნდა. მაგრამ როდესაც და ეს რა არის? შენ უნდა კი არ იშრომო, უნდა ასკეზას მიმართ. ასკეზა ნიშნავს წვრთნას. როგორც რელიგია ეს გაწვრთნა რომ შენ უნდა გაიმარჯვო პირველ რიგში თვითრეალიზაციის ერთ-ერთი ეტაპია იუნგის ფსიქოლოგიაში ჭრდილთან შეხვედრა შენ უარყოფით მხარეებთან ის უნდა აღიარო შენ უნდა გასუფთავდე შენ უნდა აღიარო შენში იმდენი ცუდია უარყოფითი აგრეთვე არა მარტო პირადი უარყოფითი არამედ კოლექტიურიც და რასაც ნუ ქრისტიანობაში მაქვს ეძახის ეს კოლექტიური არის ძირითადად ისეთ ვნებებთან შურთან
ხომაზღრობასთან. აი ეს ნებები რაც აღწერილია ანალიტიკურ ფსიქოლოგიას ეძახის ამას კომპლექსებს უარყოფით. და აი ეს ფსიქოსინთეზის წარმომადგენელი იყო ჩამოსული და დავპატიჟეთ ქართულმა ფსიქოსინთეზის წარმომადგენლებმა და ქვარიანია ეს ინსტიტუტია გახსნილი და ეს იტალიელი მოვიდა წაიკითხა რაღაც ლექცია იუნგზე და ასაჯოლზე და კარგი რაღაცა მოყვა რომ ბრილიანტი თუ გაქვს ხელში გზაში მიდიხარ და დელინკვენტები გამოჩნდნენ და წაგართეს ანუ ყაჩაღები ფსიქოლოგიურად დელინკვენტი ნიშნავს პიროვნების აშლობის მქონე ადამიანს რომელიც კანონებს არ ემორჩილება და ყაჩაღია ყაჩაღიც იმას შედის კატეგორიაში და წაგართეს გცემეს შეურაცხყოფო მოგაყენეს სხეული დაზიანებული წაგიყვანეს ძალიან კარგად გიმკურნალეს სხეული გაქვს აღდგა მთლიანად ფსიქოთერაპიაც ჩაგიტარეს ყველაფერი გაქვს მაგრამ ბრილიანტი აღარ გაქვს აი ბრილიანტს მოპოვება უნდა სხვაშორის პოლიკრატის კომპლექსი გამახსენდა რომელიც სხვაში აგდებს ძვირფას ოქროს ბეჭედს იმისთვის რომ შეეშინდა რომ ყველაფერი კარგად მაქვსო და რო არ დავისაჯო, ამიტომ თითქოს გადაიხადა. აი ჩვენ ვიხდით ზოგჯერ წეღან რომ საუბრობდით, რომ არ დავისაჯო იმისთვის. ამ კაცმა რა იგულისხმა, რომ ეს ოქრო, ეს ბრილიანტი, შინაგანი დაკარგა ამ კაცმა. ვინ გაძარცვა ვნებებმა? დელინკვენტები არიან ვნებები, რომლებიც ამ სულიერ ენერგიას თავისკენ ეკაჩებიან. წარმოვიდგინეთ ფული თუ გაქვს დიდი, დაცვით უნდა იარო. შვილებსაც დაცვა უნდა ყავდეს. საჭმელი თუ ხო? აი ხო უკრაინაში ერთმანეთს აუფეთქეს ვიღაცას კიდე მილიონერს, მილიარდერს. იმაში, მონაკოში. სულ დაძაბული უნდა იყო. ესეთი ანეკდოტის კი არის, რომ ახალი რუსიზის და ყავა, ესე იგი ძინავს, ესე გამდიდრებული. და მოვიდა ცოლი და აი შენ ყავა მოგიტანეო. ესე უნდა ჯერ შენ დალი და მე დავფე. ისინი არ მოწამლოს. ხო, დიდი ფული გააჩნია, მაგრამ ეს ფული თუ შენ ასე ვთქვათ საშუალება რაღაცის, მაშინ პრობლემა არ არის. რა თქმა უნდა და ძალიან კარგი. მაგრამ როდესაც შენ ყიდულობ შენ შვილს, მაგალითად არის სტუდენტები, რომლებიც ჯიპებზე ზიან 20 წლის ასაკში. ვიღაც ფრანგი იყო ჩამოსული და იმ პროფესორი იყო. კითხულობდა ლექციას. შეიძლება მართალია, შეიძლება მართალია, ჩემთვის არ უთქვია, მაგრამ ვიღაცამ გადმოსვა და იკითხა ეს ვისი არისო მანქანები. ეს სტუდენტების არისო. ჩვენ იმისთვის მუშაობთო, რომ ამას მივახციოთო და თუ თავიდანვე გაქვს რაღაც გინდა შრომა. ეს არის ყიდვა შვილების. თავიდანვე გაქვს გასაღები ბინის, კორუფცია ფაქტობრივად. მანქანა, ბიზნესის რაღაცა ბიზნესი გადახო, წილები, აბა შენი. და თევზის ჭერა პატრიარქი ამბობდა ხოლმე. თევზი კი არ უნდა მისცე, თევზის ჭერა ასწავლო. სულ ამას ამბობდა ხშირად. სხვათა შორის ის იმ ადამიანს, ვისთვისაც სიმდიდრე საშუალება, მან ეს კარგად იცის და მის შვილებს არ აძლევს ამ ფუფუნებას, მაგრამ ვინც ახლად გამდიდრებულია, ან ვისაც ამის გამო კომპლექსი აქვს, რომ აი ფული მის შვილს არ უჭირავს ისეთი მობილური, როგორც სხვას, ან ბრენდი არაცვია, აი ის ცდილობს, რომ ყველაფერი გააკეთოს. ერთი გადაცემა იყო ესეთი, ერთი 20 წლის წინ. მარსოს რუსულ არღზე იყო და ერთი 25 წლის წინ, რომ მაშინ ამ რეპრესიებზე იყო ლაპარაკი და ერთ-ერთი ხალი იყო, რომელიც რეპრესირებული იყო ციმბირში 10 წელი. ეკითხებიან, რომ თქვენ ასეთი სიმდიდრე მდიდარ ოჯახში გაიზარდეთ. მეპატრონეები იყვნენ ქარხნების. და თქვენ როგორ ეს რა საშინელებაში მოხდეთ? უცებ ამობს, არა, საშინელებაში არ მოხდე. მე ბევრი რამე ვისწავლე.
მე გამამდიდრა იმან პირი დააო სირას იმან იცოდა ფულის ფასი ნანახი ყონდა ყველაფერი ნახა და ფასიც იცოდა ის რომ გარეთ კი არ ეძებდა აქ შენი კულტურა სამწუხაროდ დასავლეთშიც და აქაც არის რა ექსტრავერტულია გართობისკენ მიდის ანუ ადამიანი გაურბის თავის თავთან დარჩენა არ უყვარს თავის თავთან საუბარი რა გამოჩერებს მარტო გარბის გართობაში და პლუს კიდე რა შემოვიდა რომ უნდა გაითიშო თორე სხვანაირად ის გართობას ვერ მიიღებს გაუტკივარება ხო გაუტკივარება იმისთვის რომ ერთი და იგივეა ან სტიმულია ზოგჯერ რომ ხო მაგრამ აი როდესაც შენ თავის თავთან რჩები და როდესაც ასკეზა ანუ წრთნას ვარჯიშს ახდენ რომ შენი თავი სრულყო მაშინ სხვა არის მაშინ ეს არის შრომა და არა ის რომ მე ვიშრომე მორენო ესეთ რაღაცას ამბობდა ფსიქოდრამის შემქმნელი რომ ფროიდმაო ასე ვთქვათ ადამიანი დაიყვანა იქამდე რომ ის მიდის გზაზე დაბადებიდან სიკვდილამდე და გზაზე ემართება რაღაცები აქედან მის სექსუალური ინსტინქტი აკრძალვები კულტურაც ესე გვერდზე მარქსმა კიდე ადამიანი დაიყვანა საზოგადოების წევრამდე რომლის ხვედრი არის ბრძოლა მოიპოვა უნდა სოციალური სტატუსი პროლეტარიატმა უნდა აიღოს თავის ხელში და ბორკილები მოიცილოს არც ერთში არ არის ამბობს რომ ის წმინდა იერარქიის ნაწილია და ზოგი თვლის რომ გვირგვინია ამას არავინ არ ასწავლის რომ შენ აქ რისთვის გაგაჩინე რომ ყველაფერი შენთვის არის და არა იმისთვის რომ რა ქვია შენ იმუშაო ხელფასისთვის საშინელებაა ხელფასისთვის თუ მუშაო და ეს თიხა იქ არის სწორედ მიზანი როდესაც საშუალება ხდება მიზანი ადამიანი ემსგავსება აქტივისტს და არა მოაზროვნეს და აქტივიზმი ზოგადად არის ისეთი საქმიანობა რომელიც ძალიან აგაცდენს ჭეშმარიტ მიზანსა და გზას და თუ ეს საშუალება გააზრებულია რომ რაღაცისთვის მჭირდება მე ეს ფული იქნება თუ რომელიმე კავშირში მოხვედრა თუ რომელიმე მიმართულებით სვლა მაშინ ეს სხვადასხვა პერსპექტივიდან გონივრულად შეიძლება ამის განსაზღვრა და თუ ეს რაღაც აკვიატებას დაემსგავსა და აი ბედნიერება უდრის რაღაცას თქვათ პირობითად. მაგრამ ფსიქოლოგიის ისიც ამბობენ, მაგრამ რაციონალური ემოციური ფსიქოთერაპიის ფუძემდებელი იყო ესეთი ელისი და ის თვლიდა რომ არის ადამიანის ესე სტიმულსა და რეაქციას შორის არის რწმენა შეხედულებები, ანუ belief systems ზოგადად. მაგრამ არის რაციონალური და ირაციონალური. ირაციონალური რომ ფული წვითავს ყველაფერს. როგორ შეიძლება ყველაფერი ამიტომ იწყებს შენ ყველაფერზე მიდიხარ ხდება ზურგშექცევა იმის მიმართ რომელიც მართლა მოგცემს ამას და იწყებ ძებნა სხვაში პროექცირება ხდება როგორც ბედნიერების ანუ 60-ის პროექცირება ფულში შეიძლება მოხდეს იმედგაცრუება მოყვება ამას სხვა ქვეყანაში წასვლის რა ძალიან ხშირია, რა გინდა აქ, წავიდეს იქ. ერთმა მითხრა საბჭოთა კავშირის დროს მოგენათ რა, შო შემომენათ. და რითი ზომავენ, რომ აი ეს ტუალეტის ქაღალდი არის შოებოდა. თავარია რომ ტუალეტის ქაღალდი იყოს და იყოს კომფორტი გარშემო, დანარჩენი არაფერი.
და ბევრ აბსურდულ რამეს მოვისმენთ ასე და ნახავთ იგივე რაღაცა გარკვეულ კავშირებში მოხვედრით, როგორი ბედნიერები ვიქნებით, გავიღვიძებთ და სულ სხვა თავისით მოხდება, იქ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება და ბედნიერების ინდექსი მოიმატებს თავისით. აი ხდება სხვა შორის რატო ხდება ეს? პირადი ინტერესების, პარტიული ინტერესებისთვის. ეს არ ხდება. ამიტომ ერთ-ერთი საშიშროება ერისთვის რა არის? ერთი ენის ეროზია, როდესაც ხდება კოლონიზაცია სხვა ენით, ტერმინებით, აუცილებლად ცხოვრების წესით. ეს ერთი. მეორე პოლიტიზირება, დაპირისპირება. რომ საკუთარ ინტერესებში გამოყენება ამის და ისტორიას იყენებ როგორც ინსტრუმენტს რაღაცისთვის. იმისთვის კი არა რომ გაიაზრო რომ შენი წინაპრები საიდან მოდიან, რისთვის აკეთებდნენ ამას, რომ მე გავაგრძელო ეს ჯაჭვი და გადავცე სხვას, ხო? არა, იმისთვის რომ თქვა რომ ეს თქვენ ცუდები ხართ, მე კარგი ვარ. აი ესეც გაღლეჩა მოაქამა. და სხვათა შორის ამისთვის არის სწორედ საკუთარ თავთან შეხვედრა, თქვენ ჩრდილები ახსენეთ. და საკუთარი თავის გააზრება და გადააზრება და ეს ტერმინი როა რომ იპოვეთ საკუთარი თავი მე ცოტა ვერ ვიღებ მე მირჩევნია ხოლმე რომ შექმენი შენი თავი იმიტომ რომ ადამიანი არის შემოქმედი საკუთარი ცხოვრების და საკუთარი თავის და სხვათა შორის ამას წინათ ვიყავი მექსნის კოლონიაში და მე იქ შევხვდი ძალიან ბევრ პატიმარს სხვადასხვა ასაკის მათ შორის იყვნენ სამუდამო რო აქვთ მისჯილი იმათ აქვთ გასხროოს მათ შორის იყვნენ სხვა ახალგაზრდები 20 წლის 19 წლის 65-70-ის და მე იქ საოცარი აზროვნება ვნახე საოცარი გადააზრება ცხოვრების გადაფასება ცხოვრების კრიზისში მოხდა და იმიტომ სიკვდილს შეხვდა წარმოუდგენელი ტაძარია ვერ წარმოიდგენთ რომ ან როგორი მოხატული ან როგორ გალობენ ან როგორი წირვა იყო და შემდგომში ეს საუბარი ისეთი განსხვავებული იყო გეგონება რაღაცნაირად რომ ადამიანი როდესაც მოხდება ბერებთან ძალიან ღრმად შინაგანად გააზრებულ ადამიანებთან და ჩემი პატივისცემა და დიდი სიყვარული მინდა ახაც გამოვხატა იწაღან თქვენ რომ ეს ციმბირი ახსენეთ ნებისმიერი რამ რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება შეიძლება გახდეს ჩვენი ცხოვრების გადააზრების წინაპირობად იმიტომ რომ აქ აი ამ რბოლაში რომელშიც დღეს ჩვენ ცხოვრობთ ამის საშუალება არ გვაქვს გაჩერება არ არის თითქოს ადამიანი აი როგორც ციყვი გალიაში არის გამოთქმა უაზრო დარბის და აი ეს გაჩერება თუ ამას ადამიანი გამოიყენებს საკუთარი თავის გააზრებისთვის საკუთარი ეგზისტენციის ვინ არის რა უნდა რისთვის მოვიდა აი იმ ღვთაებრივი სინათლის თუ ღმერთთან შეხვედრისთვის აი ალბათ ეს იქნება ფასდაუდებელი დრო მისთვის და ადგილი სადაც ის პოულობს ღმერთს და ეს არის შეეხება ბოდიში რომ გაწყვეტილებთ რა იმას კავშირებს ესეთი სისტემური თეორია არსებობს რომ რა თქმა უნდა პოეზიას მოკლებული ესეთი ხედვა მეცნიერულს ზუსტი რომ ჩვენი სხეული არის ქვესისტემებისგან შედგება საჭმლის მომნელებელი ნერვული სისტემა და ჩვენ მთლიანად სხეული ვართ ქვესისტემა ოჯახის ოჯახი არის ქვესისტემა კუთხის კუთხე ქვესისტემა ერის ერი ქვესისტემა რასის რასა ქვესისტემა კაცობრიობის რაც ხდება ხო და რაც ხდება დიჩი მაგრამ მე კიდე ეს კაცობრიობა უკვე ფიზიკოსის რაღაცა ქვესისტემა ვარ სულ გრძელდება კოსმოსის ქვესისტემა ვარ დაუშვათ ესეთი ისა რომ ჩვენც ნაწილი ვართ რაღაც დიდის მაგრამ აქ ორი კანონი მოქმედებს ესე თვლიან სისტემის წარმომადგენლები ერთი არის განვითარების მაგრამ ეს განვითარების და მეორეა რომ შეფერხების გაჩერების
და თუ შენ მცირე სიქვე სისტემას უნდა დიდ სისტემაში შესვლა ორი რა ერთია რომ თუ არ შეინარჩუნა თავისი თვითყოფადობა ქვე სისტემა ქრება რა თქმა უნდა ასიმილაცია ხდება და ინტეგრაცია უნდა მოხდეს ეს ნიშნავს რომ მე ისე უნდა გავერთიანდე დიდ სისტემაში ჩემი თვითყოფადობა არ დავკარგო ამ თვითყოფადობას რა ქნის დაუშვათ ერის ეროვნულს უზნაძე ხო იმასთან იყო ვუნდთან დაიფციკში ხო და ვუნდი დაინტერესდა რა არის ერთი ერი მეორე ერისგან რით განსხვავდება როგორ უნდა განსხვავდეს სხეული რითი მატერიალური მდგომარეობით არა არცებითი განსხვავება არ არის და სამი რამ გამოყო ერთი და Volksgeist ეძახდა ერის სული ეს არის მითოლოგია და რელიგია ერის ენა დადაწესები ესე იგი ეთნოლოგია მითოლოგია რომელიც შეისწავლის ამას და თეოლოგია და ლინგვისტიკა და ენა აი ამ სამ ენა მამული სარწმუნოება მამული რა არის ესე იგი ჩემი მშობლების ჩემი წინაპრების ადგილი სადაც ჩემი წინაპრები იყვნენ საფლავები ხო ეხლა საფლავი მართლა მკვდარია დღეს კარგად იცით რომ ტრანსგენერაციული ფსიქოთერაპია არსებობს და ტრანსგენერაციული ფსიქოლოგია რომელიც ამბობენ რომ წინაპრის სინდრომი არსებობს ჩვენი წინაპრები გარდაცვლილები ჩვენზე მოქმედებენ ეს ფაქტია ჩვენს ფსიქიკაში რჩებიან ფსიქიკურ რეალობაში არიან ობიექტურ სამგანზომილებიან სივრცეში რა თქმა უნდა არ არიან მაგრამ ჩვენს იმაში არიან რა თქმა უნდა და ესეთი შუცენბერგერი იყო ფრანგი ტრანსგენერაციული ფსიქოთერაპიის წარმომადგენელი და მაგალითი მოყავს ესეთი როგორ ჩემ მეგობართან ვისვენებდიო ნიცაში და დილას ავდექიო ძალიან და მშვენიერი ამინდი იყო ბრწყინვალე დილას და არ გავაღვიძეო ისინი და უცებ მესმის ადექით ჩქარა აშმი დრო მოვიდა ძაღლებიც წამოდგნენ გავედი არავინ არ არის მე რო კარგად რო დავაგე თუთი ყუშია რომელიც ზუსტად ახმოვანებს გარდაცვლილი ბაბუის რომელიც სამხედრო იყო რომელიც ყველას ფეხზე აყენებდა და ითხოვდა რომ ზუსტად უნდა შესრულდეს თუთი ყუში როგორ იმეორებს ამას წარმოვიდგინეთ ეს მიხდა რომ ჩვენშიც არის ეს თუთი ყუში რომელიც თუ იმეორებს ჩვენი წინაპრის გარკვეულ სცენარებს ეს ფაქტია რა თქმა უნდა ჩვენში არის ინფორმაცია ჩვენი საკუთარი პირადი მოცლად ყოფნის დროს და მანამდე სცენარები მშობლების რომელიც დაუმთავრებელია და პროგრამულ უზრუნველყოფას ფსიქიკა ეწევა და კიდევ ჩვენი წინაპრების მშობლების შორე მიდიხარ ძალიან ადამიანამდე ეს კითხე რომ ადამიანს კი რა თქმა უნდა ებრაელი ფსიქოთერაპია რა თქმა უნდა ადამიანშვილები ვარ. დიახ და აი ზუსტად ერთი თქვენ თუ გინახავთ ეგეთი თამაში არის, არ ვიცი, ძველ სლავებს ჰქონდათ თუ ის შუაში დიდი გრძელი ჯოხი და ბევრი ლენტებით არიან დაკავშირებულები და ეს არის წინაპრებთან კავშირს ნიშნავს, ხო, რომ თითოეულ ლენტთან ვიღაცა დგას და ეს ატრიალებენ ამ ცენტრში მყოფ ადამიანს და მართლაც ეს ამბობენ 7 თაობა მინიმუმ და კიდე ალბათ ადამიანამდე ჩავდივართ ბუნე მეტიც რა თქმა უნდა შემთხვევითი არ არის ეს 9 თაობა და 7 თაობა როდესაც საუბრობთ იმიტომ რომ ჩვენში არის ძალიან ბევრი ისეთი რამ რომელიც თითქოს ჩვენი არ არის და აი ამის გაცნობიერება ზოგჯერ მარტივი ჩვენ მაინც როცა შედიხარ სახლში ხო ზოგიერთ სახლში კიდია სურათები წინაპრების რა თქმა უნდა აცოცხლებს იმ სივრცეში ზოგიერთი აი მაგალითად ცოლი მოიყვანეო და ეს მეკიდა სულ გადაყარა ყველაფერი და ევრორემონტი გააკეთა ეს გაწყვეტა კავშირი მე მაგას ციურიხში რო ვიყავი ჩემ ანალიტიკოსმა მითხრას რომ დაიწყო სერია სიზმრების რომელიც სამშობლოს ეხება
ქალაქს რა შენი ფსიქიკური ფესვებია ეს. იქიდან იღებ შენ ამ წინაპრებისგან ენერგიას. ამიტომ ამის გაწყვეტა ძალიან ცუდია. ამიტომ როდესაც ხდება სხვა კულტურის შემოჭრა, ის დიდი კულტურა, რომელიც დიდი სახელმწიფოების მოაქვს ის, რომ შეიძლება წაგლეკოს. აი რუსიფიკაცია რო იყო ეკლესიის, წარმოიდგინე გაუძლეს ამას. და მეორე შეიძლება უშუალოდ არ გეუბნებიან, მაგრამ ისეთი რაღაცებია შემოსული, რომ შენ ამ ფესვებთან კარგავ კავშირს. სხვა ჩინელებს აქვთ დაპყრობის ესეთი მეთოდი, რომ უნდა გაწვეო იმის წინო, ვის დაპყრობასაც აპირებდა, ის თვითონ ჩამოედინებაო შენში. უნდა გაწვეო, უნდა გაუწვეო და ის თვითონ ჩამოედინება და კარგავსო თავის თავს. ანუ ცემატყება და სიკვდილი და ჩექმა არ არისო საჭირო. საჭირო, აი ეს რაღაცნაირად რბილი იდეოლოგიური თუ რაღაც რომ დააკარგინოს სახე და სხვათა შორის არ ვიცი ასაკთან დაკავშირებულია ალბათ, იმიტომ რომ ამას ინათ და ბოლო ხანებში ძალიან დიდი მოთხოვნილება გამიშთა ფოტოების თვალიერების, წინაპრების ფოტოების და დედასთან საუბრისას სათითაოდ ყველას ვეკითხებოდი ვინ არის და ისე გაუკვირდა მასაც, იმიტომ რომ აქამდეო დიდად არ დაინტერესებულ ხარო და შესაძლებელი ასაკთან ერთად მოდის ეს ერთმა მომიყვარო ვინც ეს გამოიტანა ეს როკფელერი იყო ჩამოსული პერესტროიკის დროს აქ და დახვდნენ პრიმაკოვმა გამოაგზავნა აქ და ხარაძის იმაში იყო იქ ბინაში თუ გაურემონტეს და სტუმრები იყვნენ იქ მღეროდნენ და მოიხიბლა ძალიან მოეწონა პირადი თვითმფრინავით და ვიღაცას უთხრა რომ მე სანამ დავიწყებო რაღაცას დილასო დედაჩემის სურათთან მივდივარო ეს და უდევს იქ აი პრეზიდენტებს და უდევს სურათები თავის სხვათა შორის ჩვენ პატრიარქსაც თავის დედასთან და მამის სურათი ქონდა, სადაც ყოველთვის მიდიოდა და ამით იწყებდა დღეს, რომ დაალოცინებდა თავს. ისედაც აი სხვათა შორის უწმინდესმა ილია მეორემ რო თქვა, რომ ყოველთვის მშობელს დაალოცინეთ, თავი კურთხევა აიღეთო და ხელზე ემთხვიეთო, ეს საოცარი ძალის მატარებელია. საოცარია, როცა მშობელი გაძლევს რაღაცისკენ კურთხევას და თითქოს უფლებას თუ გიხსნის. დიახ, ძალიან კარგია. აი ეს ბოზო მერცენაგი იყო ესეთი, რომელიც ამბობდა, რომ უხილავი ერთგულებაა წინაპრების მიმართ და ხშირად დესტრუქციულია. იმ შემთხვევაში თუ დედაჩემმა გატანჯა აი მაგალითად იმეორებს, რომ მოძალაძეზე ქორწინდება. ერთი თაობა, მეორე თაობა, მესამე თაობა იმეორებს ამას. სცენარი. ხო, აი ეს უნდა რომ და პლუს კიდე ავანტყოფობასთან იგივდება, რომ ერთ თაობაში მეორე და ამას ექიმი რას შეძახის, რომ ეს გენეტიკა, იგონება სხეულში ეჭდება. ეს სხვა ტიპის გენეტიკა, ფსიქოლოგიური, ფსიქოსოციალური გენეტიკა, რომელიც შეიძლება შეაჩერო თუ მიხვდი დროზე, რომ ამის მატარებელი ხარ. განსაკუთრებით ხდება გადაცემა ტრანსგენერაციული ოჯახის საიდუმლოებების, რომელიც არ ითქმევა, ჩუმად არია. ხშირად ეკითხები, რითი დაიღუპა მამა შენი? არ ვიცი. ეკითხები ახალგაზრდა გარდაიცვალა, რატო? 40 წლის, 60 წლისაც რა მოუვიდა? არ იცი ეს. დამალულია. ეს რო ეძახიან ჩონჩხები კარადაში, ხო თითქოს ოჯახში არის რაღაც ისეთი, რაც არავინ არ საუბრობს. მაგრამ აი ეს თქვენ რაც ბრძანეთ, დაავადებებია თუ გარკვეული ტიპის ქცევითი პატერნები, რომელიც ითვლება რომ გენეტიკური, იმიტომ რომ გენეტიკა ცდება ამ ბიოლოგიას და სამედიცინის ფარგლებს, ის ძალიან ეს არ ნიშნავს რომ შენ ხარ შენი თანამონაწილეებით მოხდება, რომ შენ იმეორებ იმას, რაც მაგალითად ადამიანი როცა ემოციებს ან აგრესიას ტრკუნავს, იმას გიპერტონიისკენ ექნება მიდრეკილება. და გულსისძახოვანი დაავადებების ძალიან მაგრამ აი მე ესე ვფიქრობ, იცით, მაინც არსებობს შესაძლებელია ავადმყოფური წრე, რომელიც უნდა გაირღვეს და ადამიანმა თვითონ ახალი წრე შექმნას, მაგრამ
მაინც მგონია რომ ის მეხუთე მცნება რომელიც არის 10 მცნებიდან კაცობრივი მცნებებს შორის ერთ-ერთი უპირატესი რომ პატივი ეცი მამას და დედას შენსას და ეს არის ერთადერთი განმარტებული მცნება თუ გინდა რომ დღეგრძელი იყო და კეთილი გეყოს შენო იმიტომ რომ არა კაცკლა არ იპარო ეს არ არის განმარტებული რატომ არ უნდა ქნა დღეგრძელი იქნება აი აქ დღეგრძელობა და კეთილდღეობა გადის მშობლების პატივისცემაზე რომელიც ჩემი არჩევანი არ არის ალბათ უნდა შეხედო უფრო სხვა კუთხით მარადიული კუთხით რომ რაც არ უნდა ბოროტ მოქმედი იყოს მამა რაც არ უნდა უარყოფითი გაგიეს და მაინც მისი შვილი ხარ ეს პატივისცემა არ ნიშნავს დაემორჩილებას და გამეორებას იმის პატივისცემას თვითონ ფაქტის და პლუს კიდევ არ ნიშნავს რომ გაიმეორო იგივე ხო ეს ჩემი აზრით არის მადლიერება უფლისადმი რომ ამ ადამიანის საშუალებით ჩვენ გავჩნდით უღრმესი მადლობა ჩვენი დრო მთლიანად ამოიწურა ერთ-ერთი სასიამოვნო მოსაუბრე ხართ საოცარი და იმეც ვიტყოდ რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება დიდი მადლობა მოწვევისთვის და მადლობა და უამრავი კითხვა მქონდა უამრავი სხვადასხვა მიმართულებით მინდოდა წასვლა მაგრამ გამოვიდა ის რაც გამოვიდა და უღრმესი მადლობა ამისთვის მე კი შეგახსენებთ რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ექიმი ფსიქიატრი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი რეზო კორინთელი კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე